ნიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი დასავლური ძალების დაკვეთა იყო. იდენტურ გზავნილს აღღერებს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც. დასავლეთმა საქართველოს ჩვენ წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უგუნური იარაღად გამოიყენა. იმ მომენტში, როდესაც ეს მისთვის ხელსაყრელი იყო, თქვა დღეს მედვედევმა. მისივე აზრით, დასავლეთის პოლიტიკა რუსოფობიასა და რუსეთის განადგურების სურვილზეა დაფუძნებული, რისთვისაც ისინი კრიმინალებს ქირაობენ. კრიმინალად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ სააკაშვილს მოიხსენიებს. Როგორ გამოიხმაურა ომის წლის თავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამას სალომე ლაბაძე მოგვიყვება ახლა პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. ყველაზე ხშირად დღეს მუხათგვერდის მათა სასაფლაოზე ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, როგორც ეს მოსაოდნელიც იყო, სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახსენეს, რომელიც აგვისტოს ომის დროს მთავარსარდალი იყო. კობახიძე კი პირდაპირ სწორედ სააკაშვილს ადანაშაულებს ამ ომის დაწყებაში, რაც თავისთავად ნიშნავს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებას, როგორიც უნდა იყოს ამ თემაზე ივანიშვილის პრემიერის манипуლაციური განმარტება. მიხეილ სააკაშვილმა კი, რომელიც ახლა რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება, დაწერა, რომ სწორედ ამ რეჟიმისთვის ძალაუფლების შენარჩუნება და ის, რომ უკვე მე-14 წელია ქართული ოცნების პარტიის წარმომადგენლები მიდიან ხოლმე მუხათგვერდის მათა სასაფლაოზე ომში დაღუპული გმირებისთვის. თითქოს პატივის მისაგებად არის სწორედ ამ გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა და მათი დაგრინება.